Am გამოიწვია თურქეთის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავის აფეთქება საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს. გარეზე მოქმედება, საბოტაჟი თუ ტექნიკური პრობლემები, რომელმაც ჰაერში იჩინა თავი. Სუსტი ოფიციალური პასუხის მიღებამდე ჩნდება ვერსიები. ექსპერტები, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები, გამოთქვამენ თურქეთში, გამოთქვამენ ვარაუდებს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ტექნიკური თვალსაზრისით. ერთ-ერთი თურქიის სპეციალისტის დაკვირვებით ხომალდის სამ ნაწილად დაიშალა, თითქმის ყველა ექსპერტი ამბობს, რომ პრობლემები შეექმნა 4-დან მინიმუმ 1 ძრავს მაინც, რამაც თვითმფრინავის ჰაერში დაშლა გამოიწვია. ნაპოვნია შავი ყუთი, რომლის გაშიფრვა გამოძიებას დაეხმარება მიზეზების დადგენაში. დაიღუპა ბორცვზე მყოფი 20-ვე პირი. თურქული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი შემოსაზღვრულია და იქ საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე მყოფ მაშველებს ღამითვე შეუერთდა. ამ დროისთვის ნაპოვნია 19 თურქი სამხედრო ცხედარი. ეძებენ ბოლო გარდაცვლილსაც. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ღამითვე დაადასტურა, რომ კატასტროფას ბორცვზე მყოფი 20-ვე სამხედრო ემსხვერპლა. მათ შორის ეკიპაჟის წევრებიც. სამძებრო საგამოძიებო სამუშაოებს თურქეთიდან ჩამოსული ჯგუფები ქართველებთან ერთად აწარმოებენ. ჩვენ შევქმნით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართულები არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც თელეგრამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მე დეტალზე საუბრიდან. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მის დადგენაში გამოძიება შავი ყუთი უნდა დაეხმაროს, რომელიც კატასტროფის ადგილზე დღეს იპოვეს. თურქეთის ხელისუფლება პირობას დებს, რომ მომხდარს ზედმიწევნით გამოიძიებს და მიზეზებსაც დაადგენს. პრეზიდენტი ერდოღანი მოსახლეობას მოუწოდებს მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ენდონ. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები ჩვენი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ გამოძიება ზედმიწევნით ჩატარდეს და ინციდენტის ყველა ასპექტი გაირკვეს. განსაკუთრებით ვთხოვ ჩვენს ერთს, რომ ხიზლად იყოს ტყუილის მანიპულაციებისა და დეზინფორმაციის მიმართ. ვთხოვ მათ, ნუ მიენდობა იმ ხალხს, რომლებიც ასეთ შემთხვევას ბინძური პოლიტიკისთვის იყენებს, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში. თურქეთში კი დაღუპულ სამხედროებს გლოვობენ. ოჯახის წევრებს მათი გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პირადად ატყობინებდნენ. ჩვენი შვილი წამებული გახდა, სამშობლოს გამო დაიღუპა. თუ საჭირო გახდა, მე წავალ სამშობლოს გამო და გავხდები წამებული. აზერბაიჯანში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იყვნენ წასულები და ბრუნდებოდნენ. თელს ჩვენს ქვეყანას უსამძიმრებ. ძალიან უყვარდა თავისი საქმე. არასდროს გვეუბნებოდა, როდის მიდიოდა მისიებში. მხოლოდ კატასტროფის შემდეგ გავიგე, რომ წასული იყო. ჩემთვის დიდი პატივი და ნუგეშია, ვიყო წამებულის მამა. ცნობილია, რომ ამერიკული წარმოების ჰერკულეს 130-მა განჯის აეროპორტში 2 საათი დაჰყო. მან რეისის შესასრულებლად ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და ტექნიკურად შემოწმდა. გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავს F-16-ების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა და ბორცვზე ძირითადად ამ ტიპის ხომალდების მომსახურე სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ტექნიკური გაუმართავობის გარდა თურქულ სოციალურ ქსელებში გაჟღერდა ვერსიაც, რომ თვითმფრინავი რუსებმა ჩამოაგდეს, რასაც რუსეთის საელჩოს პასუხი მოყვა. დიპლომატიურმა უწყებამ კატასტროფასთან რუსეთის კავშირი კატეგორიულად უარყო. თვითმფრინავზე გარეზე მოქმედების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ თურქის სამხედრო ექსპერტებიც, თუმცა უფრო მეტად იხრებიან ტექნიკური პრობლემისკენ, რომელიც მათი აზრით ხომალდს მოულოდნელად შეექმნა. ვიდეო მასალიდან თუ ვიმსჯელებ, თვითმფრინავის ფრაგმენტები დიდ ტერიტორიაზეა გაფანტული. ნაწილებად რომ არ დაშლილიყო, ყველა ფრაგმენტი ერთ ადგილას ჩამოვარდებოდა 100-150 მეტრის რადიუსში. როგორც ჩანს, თვითმფრინავი ჰაერშივე დაიშალა მინიმუმ 3 ნაწილად, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაბინა და ფიუზილაჟის წინა ნაწილი გაყოფილია. გაყოფილია ფრთები და ფრთების ქვედა ნაწილი, სადაც ძრავებია. ცნობილია, რომ ფიუზილაჟის უკანა ნაწილიც გამოიყო, რაც ნიშნავს, რომ ხმელეთზე ის 3 ნაწილად ჩავარდა და სხვადასხვა ადგილზე მიმოიფანტა. ახლა ექსპერტებს მოუწევთ ინტენსიური საველე სამუშაოების ჩატარება, რომ ყველა ნაწილი ერთად მოაგროვონ და ვიზუალურად ასახონ. ავიაკატასტროფები ტრაგიკული შემთხვევებია, მაგრამ როდესაც საუბარია საკუთარ მოქალაქეებზე, უფრო მეტად მტკივნეული ხდება. ის ფაქტი, რომ შავი ყუთი ნაპოვნია, მიუთითებს იმაზე, რომ მიზეზი გაირკვევა.
ეს არის ერთგვარი ჩამწერი და გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ რა ხდებოდა ბორძე კატასტროფამდე და კატასტროფის დროს. ჩემი აზრით, ვინაიდან თვითმფრინავი ამერიკულია, შავ ყუთს ისინი გაშიფრავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გაიტანენ ქვეყნიდან და მთელს ამ პროცესს დრო დასჭირდება. ჩვენ ამ თვითმფრინავებს დიდი ხანია ვიყენებთ. მათ ყველაზე უსაფრთხო ხომალდებს უწოდებენ, რადგან ძრავის გაჩერების შემთხვევაში შეუძლია მსუბუქად დაეშვას, რაც სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში არ მოხდა. თუ ვიმსჯელებთ ქართული მხარის განცხადებებიდან, თვითმფრინავს არ გადაუცია განგაშის სიგნალი. 2017 წელს ამერიკაში მოხდა ავიაკატასტროფა, რომელიც ძალიან გავს ჩვენი ხომალდის კატასტროფას. მაშინ მას პროპელერი გაუფუჭდა და დიდი სიჩქარით მოძრავი ფიუზელაჟ დაეჯახა, რასაც კატასტროფა მოყვა. აქტიურად განიხილება კიდევ ერთი ვერსია. სპეციალისტების აზრით, სავარაუდოდ აფეთქდა თვითმფრინავის ერთი ძრავი, რასაც მოყვა მეორე საფეთქებაც. ამის გამო პრობლემები შეექმნა დანარჩენ ორ ძრავსაც. ხომალდის წინა ნაწილში ჰაერის წნევის სხვაობამ კი კორპუსის დაშლა გამოიწვია. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გადაცემა ვერ მოასწრო. ხომალდი თურქეთში ბრუნდებოდა სამხედროებთან ერთად, რომლებიც ბაქოში, ყარაბაღის ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლომში მონაწილეობდნენ.